მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და თქვენი თხოვნით რამდენიმე გადაცემას მე გავუძღვები. დღეს ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ისინი თავად გვიამბობენ იმაზე, თუ რა სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდათ, რომ საბოლოოდ თავიანთი ნამდვილი ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში. ქალბატონი მარინა და ქალბატონი ნინო არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. აბა რომელი დაიწყებთ? სანამ ჩემს თავზე რამეს ვიტყოდე, ქალბატონო ეკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მგონის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი თქვენი მონაწილეობით. დიდი მადლობა. მე მქვია მარინა, ვარ 46 წლის. ახლა რასაც მოვყვები, ბევრ ქალს აქვს მსგავსი ისტორია, მაგრამ ყველას არ შეუძლია, რომ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. მოკლედ, ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი. რაც 25 წლის წინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახის შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მტკივნეულად მიიღო. ეხლა წარმოიდგინეთ, ტრადიციულ პატარა ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც პატარა ბავშვით. წარმომიდგენია. ამ დროს შეიძლება დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ასეც იყო სხვათა შორის. როცა ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, ჩემს კლასელებთან ისევ მომინდა აქტიური ურთიერთობის გაგრძელება, მათგანაც კი რაღაც დისტანცია ვიგრძენი. მე კი ჩემი ყურით გავიგონე ერთ-ერთის დედისგან, მაგასთან ერთად თუ ივლი ქუჩაში, რასაც მაგაზე ამბობს ხალხი, შენზეც იგივე სიტყვიანო. ამის მერე მე თვითონ ვთქვი უარი მათთან მეგობრობაზე. შეიძლება მეც ჩავერთვები რაღაც გამახსენდა. კი, აბა რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. სკოლაში მეც მწარედ მახსოვს, ახლა კი მეცინება, მაგრამ ერთი ხუთოსანი კლასელი ყავდა ყველასთვის სამაგალითო. ყველა დაფაზე მისი სურათი ეკიდე დიდი ბაფთით და ხელში წიგნებით. ისე ცოტა კი მშურთა, მაგრამ მეგობრობდი და ძალიან მიყვარდა და ერთ დღესაც მეუნება ჩემთან მეგობრობა თუ გინდა 4-ოსანი მაინც უნდა იყოო და 60-თან მოკლედ ვეღარ ვიმეგობრებო. მერე რამდენი წლის იყავი? რა ვიცი, ესე 10-11-ის ვიქნებოდი. იზღამე თეთრად გავათენე ფიქრებში. პირველად იყო რომ რაღაცაზე ვიდარდე და ბევრი ვიფიქრე. მეორე დილას კი დედაჩემს ვუთხარი, მათემატიკაში ძალიან ჩამოვრჩი და დახმარება მჭირდება მეთქი. იმავე საღამოს გამაქანა ჩემს მათემატიკოს ნათლიასთან და ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლის ბოლოს უკვე ყველა საგანში ფრიადები მყავდა. ჩვენ დროს ხომ გახსოვთ, 5-ბალიანი სისტემა იყო, მოკლედ მეც 5-ოსანი გავხდი. ყოჩა. და მე ისევ გააგრძელა 5-ოსანმა თქვენთან მეგობრობა? არა, მე აღარ მომინდა. ისე ვინ იცის, იქნებ ზოგჯერ ასეთი ადამიანები იმიტომ გვხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე, რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ. კი, არის მაგაში რაღაც ჭეშმარიტება. ბოდიში რა რო ჩაგეჭერით. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო რაღაც მოყევით. ვაგრძელებ ჩემს ისტორიას. მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე მებრძოლა. პირველ რიგში კი ჩემი შვილისთვის, რა თქმა უნდა, რადგან მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბედნიერი და მომღიმარი დედა. ნამდვილად ასეა გეთანხმებით. ცხოვრებაში ჩვენ რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეს, ამის გამო ბავშვები არ უნდა დავთრგუნოთ და დავაკომპლექსოთ. მალე ჩვენს პატარა ქალაქში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ჯერ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნა და რა თქმა უნდა პირველი მე ჩავეწერე. მე კი სხვათა შორის ამერიკიდან მოწვეული ქალბატონი ქვილთის შექმნის ხელოვნებას ასწავლიდა და იქაც გავწევრიანდი.
თან მთხოვე თუ შეიძლება ჩემი შვილიც რომ ვატარო წყნარი ბავშვია და არ შეგაწუხებთ მეთქი. არ მინდოდა მოწყენილი მჯდარი იყო სახლში ჩემს ბოლოდინში. რას ქვია შემაწუხებსო, აუცილებლად მოიყვანეო. რას ვიფიქრებდი რომ ქალბატონი მარჯი ჩემი 6 წლის გოგონასაც დააწყებინებდა ქვილთის კეთებას. ისეთი სიყვარულით უხსნიდა, როგორ უნდა შეეკერა ნაკუწებისგან პატარ-პატარა რაღაც გადასაფარებლები, ისეთი კარგი იყო, ისეთი რუდუნებით, რომ ჯგუფში 6 ქალი ვიყავით და ჩემმა პატარამ ყველაზე მალე აუღო ალყო. თავიდან ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციაში ყველას ქალბატონი მარჯი გვეხმარებოდა, მე კი ინტერნეტში ჩემი გვერდი გავაკეთე, შეკვეთებით წამოვიდა და წამოვიდა. ძირითადად უცხოელები ინტერესდებოდნენ და მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს უკვე მე და ჩემს ქალიშვილს დედაქალაქში ჩვენი სახელოსნოც გვაქვს და ბინაც ვიყიდეთ, რა თქმა უნდა. ჩემი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ გაგამხნევოთ ყველა ის ქალი, რომელსაც უხეირო ქმარი ყავს და მასთან დაცილების და დამოუკიდებლად ცხოვრების ეშინია. ნუ გეშინიათ ქალებო, ნუ გეშინიათ. იყავით თამამები და ისწავლეთ. ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით. აი დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის შეძლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ. მე ახლა თავად ვასწავლი ქვილთის შექმნის ხელოვნებას და მაქვს ფასიანი ჯგუფები. მაგრამ ყველა ჯგუფში 2 უფასო ადგილი მაქვს, რომ სხვებსაც, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შევასწავლო ის საქმე, რამაც მე გადამარჩინა და მერე კი წარმატებაც მომიტანა. ჩემს კოორდინატებს თეთრ კარავში ვტოვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე ერთი კვირით გემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და მეორედ მიწევს თეთრ კარავში გადაცემის წაყვანა. ჩვენი წინა გადაცემა წარმატებულ ქალებს მიუძღვენით და მათი წარმატების საფუძველი სწორედ არჩეული პროფესია აღმოჩნდა. დღეს კი ჩვენი მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია და პირდაპირ ეთერში ველოდებით მათ ზარებს. აი, უკვე გვირეკავენ. მოგესალმებით. საიდან გვიკავშირდებით და როგორ მოგმართოთ? საბერძნეთიდან გენაცვალე, მე მქვია დოდო და ვარ 64 წლის. ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო დოდო. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ეკა გენაცვალე ძალიან. ბებია თქვენი სპექტაკლებზე სულ დავდიოდი ახალგაზრდობაში. პეპო მე მგონი რა ვიცი, 10 მაქვს ნანახი, გიჟდები მედია ჩახავაზე. ნეტა იმ დროს ჩემი სპექტაკლებიც ხომ არ გაქვთ ნანახი? აბა საიდან გენაცვალე? შენ მხოლოდ ტელევიზორიდან გიცნობ. 26 წელია რაც სალონიკში ვცხოვრობ და ხო იცით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ ცხოვრობთ მან, რას საქმიანობთ? სხვათა შორის მე ძალიან გამიმართლა. კი, ძალიან გამიმართლა. გაგიმართლათ? ძალიან კარგ ოჯახში მოხვდი. თავიდან მოხუც ქალბატონს ვუვლიდი, მაგრამ ის საწყალი აცხონოს ღმერთმა 2 წელიწადში გარდაიცვალა და მერე მისმა ქალიშვილმა წამიყვანა თავისთან ოჯახში. 4 წლის შვილი ყავდა, ბიჭი. ახლა უკვე დიდი ვაჟკაცია, გაძოშლოვშვილიანი. და ეს ქალი რომ გასტროლებზე მიდიოდა, ბავშვს მე მიტოვებდა ხოლმე. ისიც მსახიობია? არა, მომღერალი. ესტრადის კი. სხვათა შორის ძალიან ლამაზი ქალია. 5 წლის მერე გოგოც გააჩინა და ის კი ჩვენთან როგორც იტყვიან აკვნიდან ჩემი გაზრდილია, მაგაზენაც ვალოს ბებო. როგორც ვატყობ ნამდვილი ბებიასავით გიყვართ. კი, ნამდვილად ეგრეა. იმასაც ძალიან უყვარვარ. აბა ჩემს ბიოლოგიურ შვილიშვილებს სულ 2-ჯერ ვყავარ ნანახი და ამაზე მეტად როგორ ვეყვარები. მე არაპირებთ დაბრუნებას. რას ამბობ?
ახლა როგორც გინდათ, ეკა გენაცვალე, ისე გამიგე და ვერაფრით ვერ გავძლებ ჩემი ანასტასიას გარეშე, რა ვქნა, აბა. ძალიან კარგია რომ ასე ბედნიერად გრძნობ თავს უცხო ქვეყანაში ქალბატონო დოდო. კი, ნამდვილად. მართლა ჩემი საკუთარი შვილებივით მიყვარს, აი გეფიცები, ჩემი გაზრდილია იანისიც და ანასტასიაც. მაგრამ თავიდან რო გითხრათ ახლა სიმართლე, 5 წელზე მეტი ყოველი ღამე ტირილში მაქვს გატარებული, აბა. უი, რას ამბობთ? კი. ახლა ჩემო ეკა, რისთვისაც დავრეკე და რაც მინდა რომ გითხრათ, ასეთი ამბავია რომ რატომ ყიდიან ეს ქართველები თავიანთ მამაპაპისეულ მიწას, კაცო გაპიკებში. და გინდაც მილიონები რომ გადაუხადონ, მაგის გაყიდვა როგორ შეიძლება, შვილო? თანაც უცხოელებზე. არ შეიძლება რომ ჩვენმა მთავრობამ რამე კანონი მიიღოს, რომ შეაჩეროს ეს სიგიჟე, ჰა? ხა, ჩემებიც აპირებდნენ, მაგრამ მე გადავაფიქრებინე. როგორ მოახერხეთ? როგორ და მე ვიყიდ. ჩემებს ფული გავუგზავნე და ჩემზე გადმოვიფორმე ნოტარიუსი. სკაიპით ახლა მაგარი. ხოლმე. აბა, მოკითხვა ჩემს საყვარელ თბილისს და თელს საქართველოს მიყვარხართ ძალიან. აი გვირეკავენ. გისმენთ? საიდან გვიკავშირდებით? ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. გაგვეცანით თუ შეიძლება. მე მქვია ანა და ვარ 45 წლის. ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. აქ ისეთ ამბებს ვისმენ მექსიკის გზით წამოსულ ქართველებზე, რომ ძალიან გამიმართლა, რომ იმ გზის გამოვლა არ დამჭირდა. ნიუ-იორკშიც ბავშვობის მეგობარი დამხვდა, ერთი თვე მასთან ცხოვრობდი, სამსახურით თვითონ მომიძებნა. ისეთ ისტორიებს ვისმენ, აქ ჩამოსული ხალხისგან არ ვიცი, სიკეთეს როგორ გადაუხდი. 4 წელი აქ ვარ და საწუწუნოც არაფერი მაქვს. კარგ ოჯახში მოვხვდი და კარგადაც მიხდიან, მაგრამ სახლში უნდა დავბრუნდე. რისთვისაც ჩამოვედი, რომ ჩემი ბანკში ჩადებული ბინა გამომეხსნა, პრობლემა მოგვარებულია. ახლა კი სანამ მეც ოჯახი დამენგრება და მათთვისაც გაუცხოვდები, უნდა დავბრუნდე. ბილეთიც მაქვს და ჩემებიც კატეგორიულად მოითხოვენ ჩემს დაბრუნებას. ვიცი რომ ჩემს სამშობლოში ამდენს არავინ გადამიხდის, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. ჩემს ემიგრანტ თანამემამულეებს კი ვურჩევდი, რომ დროზე მოეგეთ გონს. სანამ შვილებს და ქმარს თქვენი ნახვა უნდათ და ჯერ კიდევ ენატრებით. დიდი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა დღეს ამით გემშვიდობებით, მაგრამ ემიგრანტი ქალების თემას ჩვენ ისევ დაუბრუნდებით.